მოგესალმებით. ახლა გავაკეთებ საჯარო გაშლას პიროვნების ფიქრზე, ემოციაზე და მოქმედებაზე. დასტაც ავირჩევ ამ დასტას. რატო გადავწყვიტე ამ დასტით ასეთ შეკითხვაზე გაშლა? არ ვიცი, მაგრამ დავიწყოთ. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. ყოველდღიურად კი ვხედავ, რომ მემატებით გამომწერები, მაგრამ რაც უფრო მეტი ადამიანი მოისმენს მისთვის საჭირო კითხვებზე პასუხს, მით უკეთესია, იმიტომ რომ მე ამას მაინც ვაკეთებ და ასე თქვენს მეგობრებსაც, თქვენს ახლობლებსაც გაუზიაროთ, ვისაც იცით, რომ აინტერესებს ეს საკითხები, ხო? დავეხმაროთ მათაც, მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. კარგი. რას ფიქრობს? რას გრძნობს, რას მოიმოქმედებს? მოდი იყოს რამდენი ვარიანტი? ორი ვარიანტი იყოს. არა, სამი. პირველი ვარიანტი, რას ფიქრობს? რას გრძნობს? რას მოიმოქმედებს? აი ესე. ვიცი ცოტა აი ესე. ჩანს ხო? კი ბატონო. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, რას ფიქრობს, რას გრძნობს, რას მოიმოქმედებს. მესამე ვარიანტი, რას ფიქრობს, რას გრძნობს, რას მოიმოქმედებს. მესამე ვარიანტს ესე მოვუწიო ჰორიზონტალურად. კაი, არა უშავს. პირველი ვარიანტისთვის იყოს მთის ბროლი. მეორე ვარიანტისთვის იყოს სელენიტი და მესამე ვარიანტისთვის იყოს ამეთვისტა. ჩაიფიქრეთ ერთ-ერთი, პირველი, მეორე და მესამე. მე დავიწყებ, ახლა ნელ-ნელა გადავდებ მეორე და მესამე ვარიანტებს და პირველი ვარიანტი ვინც ჩაიფიქრეთ. რას ფიქრობს, რას გრძნობს, რას მოიმოქმედებს. სავარაუდოდ, მაგრამ დავამატებ. გავიგე ბატონო. სავარაუდოდ ეს ან დაპაუზებული ურთიერთობაა, ან გაბუტულები ხართ, ან დასრულებული. იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში აი ახლა ამ წუთას ეს აქტიური და ასეთი თვათ მოქმედი ურთიერთობა არ უნდა იყოს, რასაც ახლა აქ ვუყურებ. ადამიანი ფიქრობს იმას, რომ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ხართ. ამ ურთიერთობაში ერთი არის მეტად ცივი, ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი, აი რაციონალურად დაჯდება, გაანალიზებს სიტუაციას, ურთიერთობას. ერთი ითხოვს ურთიერთობაში გრძნობებს, ემოციებს, მეორე ითხოვს ურთიერთობაში სტატუსს, თუნდაც, ხო? სახელს ამ ურთიერთობის, მეორეს რაღაცა ემოციური აღმოფრენები ჭირდება. ემოციებშიც ახლა გონია რომ მისთვის დასრულებული ეს ურთიერთობა რა. თან თლათ ახალიც არ უნდა იყოს. მგონი რომ ეს კარგად დასრულებული ურთიერთობა და უფრო პირდაპირ გითხრათ, დაჟე მისთვის ეს სიტუაცია ჩახურულიც გია. ანუ აღარც კი უბრუნდება თქვენთან ურთიერთობის აღდგენის ან ფიქრს, ან სინანულს, ან ქმედება, არაფერი. იმიტომ რომ აი სიტუაცია შეიქმნა ისე რომ უბრალოდ არ გადაწავიდა. ანუ ამ ვარიანტში ხალხო სალაპარაკო მართლა არაფერი არ არის. მე მაქვს ეგეთი შეკითხვა, თქვენ რატო ვერ უშვებთ ამ ადამიანს და ამდენი ხნის ურთიერთობის დასრულების მერე ჯერ კიდევ ამ ადამიანზე რატო ფიქრობთ, რატო ჩაიფიქრეთ ახლა საერთოდ, ანუ
თქვენ რატო ვერ უშვებთ ამ ადამიანს? თქვენთან რა ხდება? რა ხდება? გეტყვით რა ხდება? თქვენ რაღაც აყევით გრძნობებს, ემოციებს, გაებით ამ ურთიერთობაში. პირდაპირ გითხრათ. გაებით და ეგ არის უბრალოდ რაღაცა შეგრჩათ ემოციაც, ვნებაც, მიზიდულობაც, გეგონათ რომ ამ ყველაფერს რაღაცა შედეგი მოყვებოდა, მაგრამ თქვენ გეგონათ. და მე აქ რასაც ვუყურებ, მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანის მხრიდან დაპირებაც არისო, რომ ან ესე ვქნათ, ესე გავაკეთოთ. არა, უბრალოდ თქვენ გეგონათ, თქვენ თავში ფიქრობდით ამას. თორე ეს ადამიანი არაფერ შუაში არ არის, ანუ თქვენთან მიმართებაში რომ რამეს დაგპირებოდათ და ესე უბრალოდ უკან მოუხედავად წავიდე, ეგ მომენტიც არ არის. არა. ეს იყო თქვენი ოცნებები თუ წარმოსახვა თუ რა ვიცი, როგორც გინდათ ისე დავარქვათ. სურვილები უბრალოდ. არა, აქ თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანისთვის თქვენთან ურთიერთობა დასრულებულია. აი მაგას ფიქრობს. ემოციურადაც გაგიშვათ, ქმედებებშიც არაფერი არ ექნება, იმიტომ რომ დასრულდა. ანუ როგორც ეხლა მე არ წავალ და ჩემი პირველი კლასის დამრიგებელს არ ვნახავ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ დასრულდა ჩვენი ურთიერთობა, აი ასევე დასრულდით თქვენ ამ ადამიანისთვის. ანუ ძალიან მიყვარს ჩემი პირველი დამრიგებელი, უბრალოდ მე მასთან ეხლა საქმე აღარაფერი. თორე სადმე რომ შევხვდეს ძალიან მიყვარს. ანუ დასრულდა, მორჩა, გაუშვით, დაანებეთ თავის სხვაზე კონცენტრირდით. დასრულდა, მორჩა. ეხლა რაც შეეხება მეორე ვარიანტი ეს იყო, ხო? ამითვისო, ვინც ჩაიფიქრეთ. პირველ ვარიანტთან ბოდიში თუ ძალიან პირდაპირ ვიყავი, მაგრამ უნდა მეთქვა ეგრე, იმიტომ რომ რა არის ეხლა? რა ჩაციკლა? ხო, აი მეორე ვარიანტში ადამიანის ფიქრებში ბევრად უფრო თბილი დამოკიდებულება. საერთოდ მასში ძალიან თბილ ნაზ გრძნობებსა და ემოციებს იწვევთ. რაღაცნაირად ადამიანს აქვს ნდობა და სურვილი იმისა, რომ გასიამოვნოთ, სურვილი იმისა, რომ თქვენი კეთილგანწყობა მოიპოვოს. აი როგორც ბავშვებს რო აქვთ ხოლმე ესეთი აჩემება, აი ვიღაც ადამიანი რო განსაკუთრებულად უყვართ და მათი ყურადღება, სითბო და მზრუნველობა სულ რო ჭირდებათ და სულ რო სთხოვენ, აი ეს ადამიანიც ესეა თქვენთან განწყობილი, აი უნდა რომ შეაქოთ, უნდა რომ თქვენი კეთილგანწყობა დაინახოს, უნდა რომ ხედავდეს თქვენში ანალოგიურად ესეთ განწყობას და დამოკიდებულებას. ემოციებში სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ უნდა რომ მაქსიმალურად გაწონასწორებულად მოიქცეს, რომ აი ეს ემოციების მთელი ზღვა რაც გააჩნია, რომ ერთიანად ესე თავზე არ დაგახვაოთ და აი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მოთაკოს თავისი თავი და ძალიან გაწონასწორებულად გამოხატოს თავისი გრძნობები, რომ აი რაღაცა ეს ერთიანად არ მოგასკდეთ და ერთიანად არ მოგახალოთ ყველაფერი. მოქმედებებს რაც შეეხება აქ რაღაცა მოულოდნელობის ეფექტი ჩანს და მე მინდა რომ დავამატო არკანები, ეს მოულოდნელობა უფრო როგორი ფორმით იქნება, ანუ უფრო სასიხარულო თუ უფრო ნახოთ რა სახის მოულოდნელობას უნდა ელოდოთ. მეორე ვარიანტი თქვენ ჩაფიქრებული ადამიანისაგან. მსინაბიჯები. გავიდე. ამ ვარიანტში მგონია რომ ერთმანეთის ნახვა ხშირად არ უნდა გიხერხდებოდეთ მაინც და მაინც. წესით და რიგით.
მაგრამ თითქოს ადამიანი ელოდება იმ შანსს, იმ შესაძლებლობას, როცა თქვენ ერთმანეთს ნახავთ, ერთმანეთს ისევ გადაეკვეთებით ამ თქვენს საერთო გარემოცვაში თუ რაღაცა აი როგორ გითხრათ, თუ მაგალითად ეს ჩაიფიქრეთ პარტნიორულ ურთიერთობაზე, აი ესე რომ პირდაპირ მოვიდეს ინიციატივა გამოხატოს, რომ მოდი აბა ეხლა ერთად სადმე გავიდეთ და შევხვდეთ, ეს მომენტი არ იქნება, მაგრამ იცით რა ჩანს. ელოდება, რომ სადმე, აი ეს რაღაცა თქვენი საერთო გარემოცვა თუ სამსახური თუ სამეგობრო თუ სადაც გიწევდათ ერთმანეთის ნახვა, რომ აი აქ ამ სივრცეში კიდევ რომ შევხვდეთ ერთმანეთს და ნუ აი მაგ დროს, მაგ მომენტისთვის აი შეგხვდება ძალიან თბილად, ძალიან დადებითი ემოციებით, რაღაცა აი ისე იქნება, იმხელა სიხარულის განცდა ექნება, რომ даже თავსაც კი ვერ შეიკავებს, მიუხედავად იმისა, წეღან ემოციებში ჩანდა, რომ მაქსიმალურად ცდილობს, რომ იყოს გაწონასწორებული, აი რო გნახავთ, თავს ვერ შეიკავებს, მაგრამ აი თვითონ ეს ნახვის მომენტი, რომ თვითონ დააყენოს და თვითონ მოინდომოს, რომ მოდი აბა გნახო და სადმე გავიდეთ, რამე ვქნათ ან რაღაცა, არა. აი თვითონ მაგას თავს და ბოლოს ვერ აბავს. მე მინდა ვიკითხო რა უშლის ხელს, მეორე ვარიანტი. რა უშლის ხელს? ჯერ ერთი თქვენ შორის არსებული დისტანცია, ვიღაცები შეიძლება იყოთ ესე დისტანციურ ურთიერთობაში ეს მიმოწერები, დარეკვები, სოციალური ქსელები, ან სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდეთ. ნუ ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ერთმანეთის ხშირად ნახვა არ გიხერხდებათ და აი ეხლაც უფრო მგონია, რომ ძირითადად სოციალური ქსელებით თუ გიწევთ კომუნიკაცია. რა უშლის ადამიანის ხელს და თავისი ეგო? იმიტომ რომ აი რაღაცა თვითონ გონია რომ მე ისეთი ტიპი ვარ რომ აქეთ უნდა მომწერო, აქეთ უნდა იაქტიურო, ჩემი ხელიდან გაშვებაო, შენ არ უნდა გაწყობდესო. აი ეგეთი ადამიანი სხვათა შორის, ანუ რამდენადაც წეღან ჩანდა ძალიან აჟიტირებული და ძალიან ესე ემოციებში გადავარდნილი, აი აქ და სხვათა შორის მგონია რომ კარგი მანიპულატორი შეიძლება იყოს და თავისი სტრატეგიით და თავისი გათვლით შეიძლება გონია რომ აი თქვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება რომ აქეთ თქვენ გადაგადგმებინოს ნაბიჯი, მაგრამ გონი რომ თქვენც კარგად პრინციპული ადამიანები უნდა იყოთ და არ მგონია რომ ნაბიჯი გადადგათ. ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ეხლა აქ რასაც უყურებთ, გნებავთ შეგიძლიათ თქვენ გახვიდეთ კონტაქტზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისი სტრატეგია არის ის, რომ აქეთ თქვენ გაგიყვანოთ კონტაქტზე. ეგ არის. მაგრამ აი თუ ესე მოულოდნელად მოგიწევთ შეხვედრა და გადაკვეთა, აი იმხელა ემოციების ფეერვერკი ექნება ადამიანს, რომ ვერც კი შეიკავებს თავს და აი მაგ დროს მაგ მომენტში დარწმუნებით, რომ რეალურად მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ხართ, მაგრამ აი ესეთი ჯიუტი ადამიანია და ცოცხალი თავით არ დგავს მაგ ნაბიჯს. როგორ ცინიკურია თან. აი როგორი განწყობა აქვს, იცი რომ აი ხა შენ მე როგორ უნდა მაჯობო რა, ჭკვაშია. ნახოთ აბა. ნახოთ ვინ ვისაჯობებს. თქვენს ამბავში ხო? მეორე ვარიანტი დროების დავიმშვიდობები შემდეგ ვიდეომდე და ეხლა გავაგრძელოთ მესამე ვარიანტთან. ვინც ჩაიფიქრეთ სელენიტის გული. თუ მოიცადე ეს მეორე ვარიანტი იყო, წეღან. ის მესამე იყო, აურიე, კაი არა უშავს, ხო გახსოვთ ქვების მიხედვით. რას ფიქრობს, რას გრძნობს და რას მოიმოქმედებს. ქვები ხო გახსოვთ, რაც მთავარია, ვინ რომელი მინერალი ჩაიფიქრეთ. ძალიან მნიშვნელობა აქვს მეორეს დაუძახებთ თუ მესამეს. ადამიანის ფიქრები საინტერესოა. ეს არის ძალიან ჭკვიანი, ძალიან ინტელექტუალური ადამიანი, რომელიც ყველაფერს კარგად აწევ-დაწვენის ხოლმე სანამ რაიმეს მოიმოქმედებს, სანამ მოგწერთ, სანამ დაგელაპარაკებათ, შეიძლება დიალოგებიც კი წარმოდგენილი ქონდეს ხოლმე თავის თავში, რომ აი ეხლა რის მერე რა უნდა გითხრათ, ასე ვთქვათ, რა სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს, თქვენთან მიმართებაში სწორი რა იქნება, არასწორი რა იქნება.
მ, ხო, საინტერესოა. ემოციებსაც სხვათა შორის მგონია რომ ძალიან ესე თავისუფლად დაღეთ უნდა გამოხატავდეს მიუხედავად იმისა რომ ეგეთი სტრატეგიული მიდგომა აქვს თქვენთან ურთიერთობაში ძალიან თავდაჯერებული ადამიანი ხა კვარტხების მეფე ესე შვიდეთ არ დაჯდება და მეორე ვარიანტივით ესე არ დაგელოდებათ რა პირიქით თვითონ არის აქტიური თვითონ არის შემტევი თვითონ არის ძალიან ესე შემართებით შეიძლება მოწონდეს უშუალოდ ფლირტის საწყისი ეტაპი სანამ თქვენს დაინტერესებას დაინახავს და ესე რომ უწევს თქვენი მოხიბლა თუ რაღაცა ეს პროცესი მისთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე და ძალიან აზარტული და ხო აი მოქმედებებში იქნება ის რომ ეს ადამიანი უბრალოდ წავა კი ბატონო და გავა რაღაცნაირ იგნორზე. და ხა გეტყვით რატო? იმიტომ რომ ეგეც არის მისი სტრატეგიის ნაწილი. ზუსტად. აინტერესებს აი ეგეთ სიტუაციაში მე თქვენ რა რეაქცია გექნებათ, როგორ მოიქცევით, ეს არის ტიპიური манипуляტორი ადამიანი. манипуляტორი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს, იმიტომ რომ თქვენში უფრო მეტი ემოციური მჯეჭვულობა გამოიწვიოს. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ადამიანი მიდრეკილია ნარცისული აშლობისაკენ. სუფთად ფსიქოლოგიურ ჭრილში რომ ვიმსჯელოთ. იმიტომ რომ მე ამ გაშლების გარდა კიდევ ფსიქოლოგი ვარ, ესეც მგონი არ მithქვოს თქვენთვის, მაგრამ ახლა თემატურად მოყვა და გეუბნებით. აქ არის ტიპიური ნარცისი, манипуляტორი, რომელიც ძალიან სწორად შეგირჩევთ დასაწყისში, ურთიერთობის დასაწყისში. ისე სწორად, ისე იდეალურად გააკეთებს ყველაფერს, რომ აი შეგიქმნით აბსოლუტურ კომფორტს. თავს გაგრძნობინებთ ყველაზე სასურველად, ყველაზე ლამაზად, ყველაზე საინტერესოდ, მაგრამ როგორც კი თქვენგან დაინახავს საპასუხო ემოციას, საპასუხო ქმედებას უბრალოდ მიდის. მიდის, იმიტომ რომ მე თქვენ გამოეკიდოთ და დაარწმუნდეს აი ასეთი ფორმით, ოღონდ ნახე, როცა ვამბობ, რომ манипуляტორია და ნარცისია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბოროტია. ნარცისი ადამიანი თვითონ არის ნატკენი და ამ ყველაფერს აკეთებენ ესეთი ადამიანები და ეს კონკრეტული პიროვნებაც, იმიტომ რომ აი თქვენი ეს რეაქცია, რომ პირობითად მე გახვიდეთ კონტაქტზე და გამოეკიდოთ და მე აქეთ თქვენ გქონდეთ მისი დევნის სურვილი, აი ასეთ დროს რწმუნდება ნარცისი, რომ თქვენის გიყვართ. იმიტომ რომ ნარცისი ადამიანი ვერ იჯერებს იმას, რომ ვიღაცას შეიძლება უყვარდეს. ასეთ ადამიანებს განურჩევლად ისა დიდწილად აქვთ ხოლმე ძალიან პრობლემური ურთიერთობა დედასთან და ძალიან განსაკუთრებული ურთიერთობა დედასთან, იმიტომ რომ ვერ იღებდნენ ბავშვობაში უპირობო სიყვარულს. ანუ სიყვარული რომ მიიღოთ, ეს სიყვარული უნდა დაემსახურებინათ. ანუ თუ მაგალითად კარგ ნიშნებს მიიღებ და ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ თუ კარგი ბიჭი ხარ, ეხლა უყარხარ თქვა დედიკოს, აი რაღაცა ეგეთი განწყობა ტრიალებს ხოლმე ძირითადად და თუ თქვა რაღაცას ისე იდეალურად ვერ გააკეთებ და всё, შენ ცუდი ხარ და აი ეხლა აღარ აი ეგეთ გარემოცვაშია ეს ადამიანი გაზრდილი. თავისი ბრალიც არ არის იმას, რასაც აკეთებს. ანუ ტრამვირებულია ეს ადამიანი. უბრალოდ ეხლა როცა ამას ვიძახი, მინდა რომ სწორად გაიგოთ და ემპათია კი არა გაგიჩნდეთ და აქეთ ვაიმე ახლა მე ამას დავეხმარები და დავუმტკიცებ რომ მე ის მიყვარს. აი ამას თუ ფიქრობთ, თქვენ უკვე სხორკლის პოზიციიდან ფიქრობთ და ეგ არის შეცდომა. აი ზუსტად ასე იწყება ტოქსიკური ურთიერთობა და ზუსტად ასეთ ურთიერთობაში მყოფი ქალები არიან მერე ფემიციდის უამრავი შემთხვევა რო გვაქვს საქართველოში და მოდი პირდაპირ გეუბნებით, თავი დაანებეთ ამ ადამიანს. ეხლა თქვენ ამ გაშლაში ნამდვილად ეგეთი დრამატული ინფორმაცია არ ჩანს, მაგრამ ზოგადად აი ასეთი ურთიერთობით იწყება ხოლმე მერე ის ძალიან ცუდი და ნეგატიური შემთხვევები და ამიტომ ცოტა შორსაც გავიხედოთ რა. დაანებეთ ტოქსიკურ ადამიანებს თავი. ერთხელ რო ვერ გამოუვა პირადი ურთიერთობა, მეორედ რო ვერ გამოუვა, მესამედ რო ვერ გაუვა, მეოთხედ, მეხუთედ, მეექვსედ იქნებ მოიფიქროს, რომ წავიდეს თქვა თერაპიაზე და იმუშაოს თავის თავზე.
თვითონაც ეშველება და მის გარშემო ყოფ ქალებსაც და კაცებსაც. მნიშვნელობა არ აქვს ეს ჩაიფიქრეთ. გაანებეთ ამ ადამიანს თავი. გამოეკიდოთ კი არა, რომც დაბრუნდეს, თქვენ აღარ მიიღოთ. იმიტომ არ უნდა მიიღოთ, რომ რეალურად დაბრუნდება, იმიტომ რომ რას ნიშნავს თქვენ მისი თამაშის წესები არ ითამაშეთ და რატო არ გამოეკიდეთ? იმიტომ რომ ეს მიჩვეულია, რომ ეგრე ხდება ხოლმე. მოკლედ რაღაცა ძალიან საინტერესო ვარიანტები გამოვიდა ნამდვილად. გამიზიარეთ აბა თქვენი შთაბეჭდილება ამ ამბავთან დაკავშირებით. მე დღეს ძალიან პირდაპირ ვიყავი და ვფიქრობ, რომ ესეც უნდა ყოფილიყო, იმიტომ. ესე ხოლმე საჭირო. ვიცი, რომ სიმართლე მწარია და ცოტა ცუდი მოსასმენი, მაგრამ არა უშავს, მირჩენია ვიღწებს ცოტათი გულზე მოგხვდეთ რაღაცები, მაგრამ გამოფხიზლდეთ და გაიაზროთ რა ხდება თქვენ თავს. არა უშავს თუ ჩემგან გეწყინებათ. კარგი ჩემი ძვირფასებო, ახლა უნდა დაგემშვიდობოთ. კი ბატონო, რაღაც ძალიან ჩავფიქრდი ახლა ამ ვარიანტებზე. კარგი, მოკლედ. ნახვამდის და წარმატებებს გისურვებთ.